მშვიდობიან დამხმარებას ეხება ოქტომბერს მოხდა. მე მგონი საბოლოო ჯამში ეს იყო რაღაცნაირად აზროვნებაზე უარის თქმა ბევრი ადამიანის მხრიდან. იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ცალსახა იყო რაღაც ელემენტები ამ პროცესში. ხა პროტესტი გავიგე, პროტესტი რა მიტინგი, რამდენი მიტინგი ყოფილა, მაგრამ რაღაც ელემენტები ამის, რა მაგალითად უბრალოდ ჩვენ ამას ვიტყვით და ისინი გაიქცევიან. აი ეს რაღაცები გეგმები რო იყო, ხო, თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს უბრალოდ არანაირი შანსი არ არსებობს. რომ არანაირი შანსი არის მშვიდობიან რაღაც რუსული რეჟიმი დაამხო, თუ გჯერა რომ ის რუსული რეჟიმია. თან ვიღაცებს ხო დაიჭერენ. მე ხა ორგანიზატორები მართლა ვიხат ნაკლებად მაღლებს, იმიტომ რომ ნუ ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, იცოდნენ ხა რევოლუციას რო აწყობ, რევოლუციას თუ წააგებ, დაგიჭერენ ასე ასე. ხო, მიდიხარ გააზრებულად ამ. მაგრამ აი ეს რაღაც შეიძლება ახალგაზრდები ავიც ვიღაც სახეთში არ ჩანდა, მაგრამ ვიღაცები რო დაიჭირონ, ვინც მაგალითად პრეზიდენტის სასახლეში შევარდა და იმაზე რას ვაკეთებთ? ანუ ის ხალხი რატომ გაწირეს უბრალოდ იმიტომ რომ მესმის საკითხი რომ სრული იყო, მაგრამ ორგანიზატორებს რაღაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხომ დაიგო და მე ხა ვაკვირდები ეს მეორე დღეა უკვე ფაქტობრივად რეაქციებს და მე მგონი ჯერ მაინც მიმღებლობა არის რაღაცეების მინიმუმად საკუთარი შეცდომების დაშვებული შეცდომების, იმიტომ რომ აი ჩვენ ხო თავიდანვე თქვი რომ საერთოდ ადგილურ არჩევნებზე წავიდა საუბარი რომ აი ყველაზე ცუდი სცენარია როცა ოპოზიცია გაყოფილია. ამაზე უარეს ხვაფერია. ზუსტად, კი, მაგაში გეთანხმებით. შეიძლება სცენარი არის. ჩვენ შეიძლება ვიპარაზიტეთ ესე თქვა ამ ცუდ გარემოზე და ამის ხარჯზე ჩვენი პარტიისთვის კარგი შედეგი დავდეთ. მაგრამ რო შეხედოთ, ეს ხო აი წარმოუდგენელი არაადეკვატურობა აღმოჩნდა, როცა აგერ რაღაც 20% ოპოზიციური ამორჩევლის ქუჩაშია და არჩევნებს არ აღიარებს და თან ასეთი ფორმით, ასეთი უიმედო ფორმით, რაც 4 ოქტომბერს მოხდა. მეორე ნაწილი რომელიც არჩევნებში იღებს, პირველი ამათ ლანძღავს და ესენი რაღაც უკვე ვეღარ გადიან მიტინგზე და ეშინიათ და რაღაცა სიტუაცია, ანუ არა თუ არ ლაპარაკობენ, ერთმანეთთან დგომას ეშინიათ. ხო და გვაქვს საკრებულოები, სადაც კოცებს 80% აქვს. გეგონებას პარლამენტში ის იყო გვაკლარო ბევრი არიან და აი ეს როგორ შეიძლება აღმოჩნდეს კარგი არ ვიცი.